ოცნება ოპოზიციური ველის მოსუფთავებას იწყებს. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა პარტია ახალი და ლელო პაპუაშვილმა დაასახელა პარტიები, რომლის აკრძალვასაც აპირებენ. სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. პაპუაშვილის თქმით, ლელოს სახელით საკრებულოებში შესული 59 პირისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ მოითხოვენ. აკრძალვა არ შეეხება გახარიას პარტიას, რადგან მათ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განსახილველად 9 თვიანი ვადა აქვს. ოცნების საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციაში დემოკრატიული პროცესის საბოლოო ჩახშობის მცდელობა დაფასებენ. პარტიებში ამბობენ, რომ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ გააგრძელებენ. ძლიერმა საქართველომ გუშინ კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ. ოცნების სარჩელს სალომე ზურაბიშვილის გამოეხმაურა და მათი ნაბიჯის საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გეგმად შეაფასა. ლაშა ჯოხაძემ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარის სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა. მთავარს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ჯოხაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ის აღნიშნულ პოსტზე 2020 წელს დაინიშნა. ლუკოილი ბენზინგასამართ სადგურებს ხიდის. ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ რუსულმა გიგანტმა ნავთობკომპანიამ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა. დაწყებულია პოტენციური მყიდველების განცხადებების განხილვაც.